ვარან ხუასრო თანგი. ეს არის სრული სახელი უდიდესი ქართველი მეფის, ვახტანგ გორგასლისა. მისი სახელი მრავალი ლეგენდით არის შემკული. ვახტანგმა 50 წელზე მეთხანს იმეფა და ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. მისი ბრძანებით გადმოიტანეს საქართველოს დედაქალაქი თბილისში. გორგასლის სახელს უკავშირდება საქართველოს ეკლესიის მეთაურის წოდებად კათოლიკოსის ტიტულის დამკვიდრება, ქართული მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალიის მსოფლიო აღიარება, მაცხოვრის ხორციელ ნათესავ ბაგრატიონთა გვართან დანათესავება და ამგვარის აღზევება საქართველოში. 395 წელს რომის იმპერია ორ ნაწილად დაიყო. დასავლეთ რომი ზნეობრივ პოლიტიკური დეგრადაციის გზას დაადგა და ლათინებმა, კელტებმა და ბრიტანელებმა ვერ შეძლეს წინახსდგომოდნენ ბარბაროსთა ექსპანსიას. 410 წელს ვეზგუთელებმა და 455 წელს ვანდალებმა რომი გადაწვეს. ხოლო 476 წელს ოტოაკრის წინამძღოლობით ბარბაროსებმა საბოლოოდ დაიპყრეს ქალაქი რომი და დასავლეთ რომის იმპერიამ არსებობა შეწყვიტა. თანამედროვე პორტუგალია, ესპანეთი, საფრანგეთი და დიდი ბრიტანეთი გერმანული ტომების ყმობაში აღმოჩნდა, რამაც 1000 წლოვან წყვდიათში ჩაძირა დასავლეთ ევროპა. დაახლოებით 50 წელიწადში განათლების თვალსაზრისით სრულიად გათანაბრდნენ ფრანკები და გალები. ამიერიდან გალებიც ფრანკებივით უმეცარნი იყვნენ. გორგასლის გამეფებისას მეხუთე საუკუნის 40-იან წლებში უკვე დიდი რაოდენობით ჩამოსახლებული იყვნენ ბარბაროსები კავკასიის ქედის სამხრეთით და აქ სამუდამოდ დამკვიდრებასაც ლამობდნენ. ვახტანგ გორგასალსა და საქართველოს ჯერ კიდევ შესწევდა მათი გადარეკვის ძალა და დარიალის კარის დიდი ხნით დახშობის უნარი, მაგრამ არსებობდა მეორე საფრთხეც, როგორც შინაური, ისე საგარეო. მეხუთე საუკუნე სასანური ირანის ძლიერების ხანა იყო. ამ დროს ირანი გადაჭიმული იყო ინდოეთიდან სირია-პალესტინამდე და სამხრეთ კავკასიიდან სპარსეთის ყურემდე. ზემძლავრი იყო აღმოსავლეთ რომის იმპერიაც, რომელიც აკონტროლებდა ბალკანეთსა თუ ეგვიპტეს, მცირე აზიასა თუ პალესტინას. ორივე იმპერია ისწრაფოდა საქართველოს ხელში ჩასაგდებად. ბიზანტიის იმპერატორისა და ირანის შაჰინ-შაჰიც ყოველ მხრივ ცდილობდნენ საქართველოს შიდა პოლიტიკური სირთულეები სათავისოდ გამოეყენებინათ. გაძლიერებულ ქართველ ერისთავებს ირანისა და ბიზანტიის ქვეშევრდომობის აღიარების სანაცვლოდ მამულებზე სამემკვიდრეო უფლებების დამადასტურებელ სიგელებს ანიჭებდნენ და ვახტანგ გორგასლის დინასტიას ქვეშევრდომთა თუ ტერიტორიათა იურიდიულად ჩამოცილებით საფუძველს აცლიდნენ. ვახტანგი საკუთარი ძალებით ცდილობდა სეპარატიზმის ალაგმოვას. მაგალითად, 482 წელს მოაკვლევინა ქვემო ქართლის პიტიახში ვარსქენი, მაგრამ საჭირო იყო საგარეო დახმარება, რადგანაც ვარსქენის სიკვდილის გამო შურის საძიებლად წამოსულ ირანელებთან გამკლავება გორგასალმა მხოლოდ საკუთარი ძალებით ვერ შეძლო და დამარცხდა. ვახტანგის წინაპრები ირანელთა და რომაელ ბიზანტიელთა წინააღმდეგ დამხმარე ძალად ოდითგანვე ჩრდილოელ ბარბაროსებს იყენებდნენ და ამჯერადაც ტახტისა და დინასტიის შენარჩუნების მიზნით მათი გამოყენება უპრიანი იყო, მაგრამ სხვაგვარად განსაჯა გორგასალმა. მართალია ალანები, სარმატები, ჰუნები ან გუთები ალაგმავდნენ სპარსელთა და ბიზანტიელთა ექსპანსიას, ვახტანგის დინასტიის მეფობასაც შეეგუებოდნენ, მაგრამ სამუდამოდ დამკვიდრდებოდნენ კავკასიის ქედს გადმოყმა. თავად გაფეოდალდებოდნენ და საუკუნო ფიზიკურ და სულიერ ყმობაში მოაქცევდნენ ქართველთა მოდგმას. გორგასლის ტახტი გადარჩებოდა, მაგრამ იგივე დაემართებოდა ქართულ ძირძველ კულტურას, რაც დასავლეთ ევროპელთა კულტურას დაემართა. გორგასალმა გამეფებისთანავე გასწირა თავისი ტახტიცა და დინასტიაც. 16 წლის ჭაბუკმა დაამარცხა, კავკასიონის ქედს გადაღმა გადევნა ბარბაროსები და სიცოცხლის ბოლომდე აღარ გაუხსნია დარიალის კარიბჭე. 502 წელს, 60 წელს გადაცილებული გორგასალი სპარსელებთან ბრძოლაში მიღებული ჭრილობით გარდაიცვალა. 523 წელს მისმა მემკვიდრეებმა სამუდამოდ დაკარგეს ტახტი. მე-6 საუკუნის მიწურულამდე საქართველო ბიზანტიელთა და ირანელთა გავლენის ქვეშ მოექცა. მაგრამ საქართველო გადაურჩა ევროპულ ბარბაროსულ ფეოდალიზაციას, გადაურჩა ქართული კულტურა და მაშინ, როდესაც ევროპაში თვით კარლოს დიდმაც კი წერა-კითხვა არ იცოდა, ვახტანგ გორგასლის შთამომავალნი სვეტიცხოველს აშენებდნენ და ვეფხისტყაოსანს წერდნენ. საქართველოში ძველ ქართულ კულტურას ჰარმონიულად შეერწყა ქრისტიანული თეოლოგია და ეს ვახტანგ გორგასლის დამსახურებაა.
რომელმაც სიცოცხლისა და შთამომავალთა მეფობის გაწირვის ფასად დაკეტა დარიალის კარიბჭე.